საქართველოს პარლამენტი მინისტრთა განახლებულ კაბინეტს ნდობას ხვალ სესიაზე გამოუცხადებს, თუმცა მანამდე დღეს უმცირესობის დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს შორის დაძაბული დებატები გაიმართა, რომელშიც შემის სტუმარი, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანის მონაწილეობდა. ქუთაისს ვთავთ პირდაპირ ეთერში. ქალბატონო თეა, მოგესალმები და დიდი მადლობა იმისთვის, რომ მძიმე დღის ბოლოს ჩემს შეკითხვებზე პასუხისთვის მაინც დრო გამონახეთ. მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო თეა, ვიდრე დღევანდელ დღეზე და უშუალოდ თქვენი უწყების გეგმებზე გკითხავდეთ. როგორ ფიქრობთ, უკვე განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები და ასევე ის, რომ პრემიერი არ გამორიცხავს ახალ ცვლილებებსაც. არის ეს დამატებითი мотиваცია მინისტრებისთვის, როგორც ეს პრემიერმა განაცხადა? აი პირადად თქვენ мотиваცია გაგეზარდათ ამ ცვლილებების შემდეგ? ცით რა, მე мотиваცია არასდროს არ მაკლდა და მუდმივად ჩემს ესე ვთქვათ, ყოველდღიურ საქმიანობაში თვალწინ მიდგას ის მომენტი, როდესაც ფიძინა ივანიშვილმა ჩემის აზრით აბსოლუტურად უმიზეზოდ გამომიცხადა დიდი ნდობა. მე ამ ნდობას მგონია, რომ დღემდე ვამართლებ და ამას შემდეგ დაემატა კიდევ უფრო მეტი ტვირთი, როდესაც ის გადადგა და ახალმა პრემიერმაც ნდობა გამომიცხადა, ახლა უკვე მეორეჯერ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, мотиваცია, რაც მქონდა 25 ოქტომბერს 2012 წლის, მაქვს აბსოლუტურად იგივე ხარისხის, მაგრამ ის, რომ ცვლილებები ხდება მთავრობაში, ეს არის ჯანსაღი პროცესი. მე ვთვლი, რომ ეს კარგია, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც თითოეულ ჩემს უკვე ყოფილ კოლეგაზე გული მწყდება როგორც ერთჩვეულებრივ ადამიანს, რადგან მე მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. მაგრამ თუ კი იქნება მეორე, მესამე ტალღა ცვლილებები, სამ წუთში ეს დაგეგმილი არ არის, მაგრამ არის გამორიცხული მართლაც ეს მოხდეს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, აგრეთვე ბუნებრივი, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი იმის პრემიერ-მინისტრია, რომ მან მთლიანად მოირგოს სამთავრობო კაბინეტი, რადგან მთავრობა თუ იქნება წარმატებული, ამას მივულოცავთ პრემიერს და თუ ცუდად წავა საქმე, ისევ პრემიერი როგორც მთავრობის მეთაური აგებს პირველ რიგში პასუხს. ამიტომ მან უნდა მოირგოს მთავრობა და თუ მორიგი ცვლილებები შეგვეხება სხვებს, ესეც ბუნებრივად ჩაითვლება ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან. ამ აზრს გავაგრძელებ. განახლებული სამთავრობო გუნდის წარდგენისას პრემიერმა განაცხადა, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით შეირჩა კაბინეტი და რომ ეს უკავშირდება ევროპეიზაციის შეუქცევად პროცესს. ეს ალბათ ნიშნავს, რომ თქვენ და კაბინეტის სხვა აქამდე მოქმედი მინისტრები ამ ახალ რეალობას პასუხობთ. თუმცა ნიშნავს ეს იმას, რომ პოსტგრძელვადიანი პერსპექტივითაც ინარჩუნებთ. როგორ ფიქრობთ? გრძელვადიანი ბოდიში? გრძელვადიან პერსპექტივაშიც ინარჩუნებთ. თუნდაც დაგეგმილ და დაანონსებულ ცვლილებებამდე, რაზეც გააკეთა. მე საიდან შეიძლება ვიცოდე, ჩემი ხელმძღვანელი არის მთავრობის მეთაური, რომელიც თუ ჩათვლის საჭიროდ მომავალ ცვლილებებსაც განახორციელებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც მინისტრმა საკუთარ სამინისტროში უნდა მოირგოს საკუთარ ხედვაზე საკუთარი მოადგილეების კანდიდატები და შეარჩიოს ისეთები, ვინც მას იმ პოლიტიკას და ხედვას განახორციელებენ, რაზეც ისაგებს პასუხს, იგივე ხებათ მოადგილეებს და შესაბამისი მაგალითად სიპების უფროსებს, ასევეა პრემიერიც, მან უნდა მოირგოს თავისი კაბინეტი. იმიტომ რომ კაბინეტის წევრები მას უნდა ასრულებინებდნენ იმ სახელმწიფო სამთავრობო პროგრამას, რისთვისაც საზოგადოება განსჯის მთავრობას და შესაბამისად პრემიერს. ამიტომ თუ პრემიერი ერთ დღეს იტყვის, რომ სხვა უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, მე არ მინდა სხვებზე ვისაუბრო, რა კითხულობთ ამას ზოგადად, მაინც ჩემი თავით შემოვიფარგლები, მე ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ და აჟიოტაჟიც არ მესმის და სპეკულაციები ამ თემაზე. კარგით. თქვენ დღეს განაცხადეთ, გუნდის წევრებს ირჩევს გუნდის მეთაური, იმიტომ რომ გუნდის წარმატებაზე პირველ რიგში გუნდის მეთაური აგებს პასუხს. გასაგებია. და მინისტრები უნდა იყონ ისეთი, ვინც მას აწყობს. თუ შენიერ დღეს ჩაითვლება, რომ კიდევ ვიღაც არ აწყობს გუნდის მეთაურს, რადგან სხვა ხედვა აქვს, ის მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ასე ვაკეთებთ მინისტრები ჩვენ სამინისტროებში, როცა ვიღაც არ მოგწონს, ვერ მოგყვება, ნაბიჯს ვერ გვიწყობს. ეს ჩვენი სუბიექტური განცდაა და შეფასებაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვაგებთ თავით პასუხს, თუ კი სამინისტროში საქმე ცუდად მიდის. ასევეა პრემიერიც და მას რა თქმა უნდა შეიძლება ერთ დღეს აღარ მოეწონოს ვიღაცის საქმე და ვითხრას, რომ აბა ეხლა ჩანაცვლით სხვითიო.
ამაში მე ვაფერს ვერ ხედავ განსაკუთრებით. კარგით, თქვენი აზრი მაინტერესებდა. გადავიდეთ დღევანდელ თემებზე. თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული პროექტი, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში იქნება წარდგენილი პარლამენტში, მოსამართლეებს საკუთარი ხელმძღვანელობის წნეხისგან გაათავისუფლებს. კონკრეტული ინფორმაცია გააქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ზეწოლა ხდება მოსამართლეებზე, თუნდაც კოტე კუბლაშვილის მხრიდან? იცით რა, ჩვენ მას შემდეგ რაც გავხდით დამოუკიდებლები, ყველა მთავრობის პირობებში, ყველა მართლმსაჯულების ხელმძღვანელის პირობებში იყო გარკვეული პრობლემა მართლმსაჯულების სისტემაში. მაგრამ იმ ხარისხის პრობლემები, რა ხარისხის პრობლემებიც იყო კოტე კუბლაშვილის ხელმძღვანელობის დროს მართლმსაჯულებაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდება, რადგან მას უმთავრდება უფლებამოსილების ვადა. მთავარი ერთ-ერთი პრობლემა იყო შეკვეთილი გადაწყვეტილებები. როდესაც იუსტიციის მინისტრისგან მოსამართლეები 2012 წლის 25 ოქტომბერს გათავისუფლდნენ მთავარი პროკურორის წნეხისგან, აგრეთვე და მთავრობის წნეხისგან. დარჩა ერთადერთი წნეხი და ეს არის თავად მართლმსაჯულების ხელმძღვანელების მიერ განხორციელებული წნეხი ჩვეულებრივ ინდივიდუალურ მოსამართლეზე, რიგით მოსამართლეს რომ ვუწოდებთ. სხვათა შორის არც ერთი მართლმსაჯულების მესვეული ქალი არ არის, ეს ჩემთვის დასანანია და რა კი ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვიტყვი, ძალიან ბევრი ღირსეული ქალი მოსამართლეა დღეს მართლმსაჯულებაში და რატომ არ უნდა იყვნენ, მაგალითად ისინი სასამართლოების თავმჯდომარეები გავსაოცარია, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ. ჩვენ გვინდა რომ სასამართლოს თავმჯდომარეები არ იყვნენ, ასე ვთქვათ, გარკვეული მოსამართლეთა ჯგუფის მამასახლისები. ისინი უნდა იყვნენ დაკავებული იმით, რომ მართლმსაჯულების სწორი და ეფექტიანი ადმინისტრირება მოხდეს მათ სასამართლოებში, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ ბერკეტები, რომ საქმეები გადაანაწილონ მათი სურვილისამებრ. საქმეების გადანაწილება უნდა მოხდეს ავტომატურად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქმეები იყოს თანაბრად გადანაწილებული, ერთ მოსამართლეს ხვდებოდეს იმის და მიხედვით თუ რა საქმე შემოვა, როგორც მარტივი, ისე კომპლექსური და სენსიტიური საქმე და არ იყოს როგორც აქამდეა ხოლმე, რომ მხოლოდ ერთი მოსამართლის ხელში ხვდება ყოველთვის სენსიტიური საქმეები და ჩვენ გვახსოვს ცნობილი ჩემიას სინდრომი, რომელიც იხილავდა ხოლმე სენსიტიურ საქმეებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონო თეა, აი სასამართლოს ან მოსამართლეების მიმართ გამოხატულ უნდობლობას სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობას უწოდებს. თქვენი აზრით, აი სად გადის ეს ზღვარი აუცილებელ რეფორმასა და პოლიტიკურ გავლენებს შორის? იცით რა, მე ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ ამიკრძალავს ვახსენო მოსამართლე ჩემია. ეს არის მოსამართლე, რომელმაც ყელგამოჭრილი სანდრო გირგვლიანის, ჩვენი ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის საქმე განიხილა ისე, როგორც დაუკვეთეს. მე არ მგონია, რომ ის იმსახურებს მოსამართლის მანტიას. ის, რომ მას ეს მანტია აცვია და მისთანებს მართლმსაჯულების სისტემაში, არ ნიშნავს, რომ ეს მანტია მათთვის არის რაღაცა ტიპის ქოლგა, რომელიც მათ იცავს ყველანაირი შეფასებისგან. დიახ, სანდრო გირგვლიანის საქმე არსებობს. დიახ, არსებობს ის საქმე, რომელსაც მე ყოველთვის ვახსენებ და მოვიხსენიებ მომავალშიც, ეს არის განცაყუფარაძის საქმე, როდესაც არც ერთ მოსამართლეს იქნებოდა ეს მეტრეველი თუ გიგიტაშვილი, არა უკანკავდათ ხელი და პატარა გოგონა, პატარა ბავშვი, არასრულწლოვანი, ისე რომ მტკიცებულებები იყო საპირისპირო საქმეში და ვთქვათ პირდაპირ რომ არ იყო ამ გოგონას წინააღმდეგ მტკიცებულებები, გაამწესეს რუსთავში და მას მთლიანად აქვს მოხდილი ის რეალური სასჯელი, რაც ჰქონდა მისჭილი. ეს გოგონა იმდენად ძლიერია, რომ მაინც დადგა ფეხზე და მაინც იქნება ღირსეული ქალი და პროფესიონალი და დედა, მაგრამ ხომ გააკეთა ვიღაცა მოსამართლე, რომ ერქვა სახელად ის, რაც გააკეთა. ამიტომ შეიცხადებს ხოლმე ბატონი კუბლაშვილი იმას, რომ დიახ, მისი მმართველობის პირობებში ეს ყველაფერი მომხდარია. სწორედ ეს რომ არის მომხდარი, ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩატარდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, იმიტომ რომ ქვეყანა არის ჩვენსა და იმ უსამართლო მოსამართლეებს შორის და მთავარი ქვეყნის ინტერესია. ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარეობს, რომ კი არ გავყაროთ მოსამართლეები შინ, როგორც ამას მიშა აკეთებდა, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ ჯერ საკანონმდებლო რეფორმა მოხდეს და ჩვენ ახლა შემოგვაქვს ამ წუთში იხილავს პარლამენტი ჩვენს ერთ-ერთ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ რევოლუციურ კანონპროექტს, ეს არის მოსამართლის შეფასების სისტემა. ვერც ერთი მოსამართლე ვერ გახდება მუდმივი, თუ ის არ გაივლის
3 პრობაციას, 3 შეფასებით პერიოდს, სადაც ყოველ წელს ორჯერ ორი სხვადასხვა პირის მიერ შეფასდება, სულ დაიდება 6 შეფასება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს ესა თუ ის აი ამ დაგეგმილ რეფორმებზე მინდა გკითხოთ. მუდმივად მანტია. ქალბატონ თეა. ეს არის სწორედ რეფორმა, შეფასების სისტემა, ავტომატურად განაწილება საქმეების და მივლინებაში გაგზავნის წესი, მაგალითად. მე არ მეყოფა დრო და თქვენ დროსაც გავზოგავ რომ მთელი რეფორმა მოგიყვეს და მაგრამ მივლინების წესიც თქვენ იცით ალბათ რომ არაერთი მოსამართლე მაგალითად თბილისიდან თუ სხვა ადგილიდან ყოფილა გაგზავნილი მაგალითად ზუგდიდში, მერე ყოფილა გამოგზავნილი სხვა რაიონში, იმიტომ რომ მას ასე ვთქვათ ჰქონდა დამოუკიდებლობისკენ, მიუკერძოებლობისკენ სწრაფვა და ის ვინც იყვნენ დამოკიდებული მოსამართლეები ადეიშვილზე ის მსახურობდნენ სისხლის სამართლის საქმეების განხილვისთვის თბილისში და დაწინაურებულ ადგილებზე, სადაც პირდაპირ ესე გაჭრილი არქივით მიედინებოდა პოლიტიკურად შეკვეთილი საქმეები და ისინი დაკვეთებს ასრულებდნენ. ეს დასრულდება კერძოდ ისე, რომ ვერც ერთ მოსამართლეს და ჩვენ ვიცავთ ამით მოსამართლებს, ვისაც აქვს მიუკერძოებლობის უნარი, სურვილი და ის ჟანგბადი, რაც მე მაშინ არჩილ კბილაშვილმა, ახლა უკვე ამჟამინდელმა მთავარმა პროკურორმა ამ ადამიანებს მივეცით, რაც ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობამ, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ყველამ, ვინც აქეთ მხარეს ვართ, მივეცით ამ მოსამართლეებს ჟანგბადი, რამდენიმე მათგანი არის რაღაც ჯგუფი, რომელიც ამ ჟანგბადით სარგებლობს. თუმცა აი რამდენად შეძლებთ ამ რეფორმების განხორციელებას, ქალბატონო თეა? თქმა უნდა, განიდევნება ნელ-ნელა თავისთავად სისტემიდან. აი საქართველოს ევროპეიზაციისა და რეფორმების პროცესში იუსტიციის სამინისტროს აქტიური როლი აქვს, თუმცა აი რამდენად შეძლებთ ყველა აუცილებელი რეფორმის გატარებას, მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების საკითხი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდება და აი კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მკვეთრად ნეგატიური პოზიცია აქვს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მე არ ვიტყოდი უზენაეს სასამართლოს ყველა მოსამართლეს, თავმჯდომარეს აქვს ნეგატიური პოზიცია რეფორმისკენ, იმიტომ რომ მას არ უნდა იყოს სასამართლო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, რადგანაც ის მიჩვეულია სხვა რამეს. მაგრამ ეს არ არის პრობლემა, ეს არის დეტალი. კოტე კუბლაშვილი არის დღეს ამ მთლიან რეფორმატორულ პროცესში ერთი დეტალი, იმიტომ რომ მას უმთავრდება უფლებამოსილება თებერვალში და მან არ გამოიყენა შანსი, რომ ჩემთან ერთად რეფორმის გზაზე ევლო მართლმსაჯულების სფეროში. არაუშავს მაინც ის მანდატი, რაც მე მივიღე წინა პრემიერისგან და ამჟამინდელი პრემიერისგან, არის სამაგალითო მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და ბატონი თავმჯდომარის, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგობის მიუხედავად ეს რეფორმა მიდის, რაც არ უნდა მას ეს არ მოსწონდეს, იმიტომ რომ ამ რეფორმაზე ჩვენი შვილების ცივილიზებული მომავალია დამოკიდებული და ერთი კაცი ამას ვერ შეაჩერებს. მოვახერხებ თუ არა მთლიანად ამ რეფორმის ჩატარებას, მიკითხეთ და ძალიან კარგი კითხვა, დიახ მე ამას მოვახერხებ, იმიტომ რომ ეხლა მეორე ტალღას იხილავს პარლამენტი და შეფასების სისტემა შემოდის, როგორც გითხარით, მოსამართლეები მანამ სანამ მუდმივად დაინიშნებიან 3 წლიან სერიოზულ ფილტრს გაივლიან და მხოლოდ ღირსეულები, მიუკერძოებლები და პროფესიული სინდისის მქონეები გახდებიან მოსამართლეები, ეს ერთი. მესამე ტალღა უკვე ოქტომბერში შევა პარლამენტში, როგორც კი ვენეციის კომისიიდან, სწორედ ეს მივლინების ახალი წესი, საქმეების ავტომატურად განაწილების წესი, უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის გაფართოებისა და მოსამართლეთა რიცხვის გაზრდის წესი იქნება მათ მიერ მოწონებული. და ეს ყველაზე გვიან ნოემბერში უკვე იქნება ძალაში და ბოლოს, როგორც ასე ვთქვათ, გვირგვინი შემოდგომაზე მე წარვადგენ ერთ-ერთ ბოლო ტალღას დიდი რეფორმის, ეს არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სადაც ჩვენს ბავშვებს, როცა ერთხელ ფეხი წაუწდება სამართლის გზაზე და კანონს დაუპირისპირდება, რომელიღაც ციხეში კი არ ჩააგდებენ და სამუდამოდ გააკრიმინალებენ, არამედ მათ ექნებათ სპეციალური ზრუნვა სახელმწიფოსგან, რომ ოჯახს, მშობლებს, მასწავლებლებს მივეხმაროთ, რომ ეს ბავშვი გამოსწორდეს და სწორ გზას დაადგეს. კარგით, ვერ მოვასწრებთ ახლა ამაზე საუბარს, ერთი კითხვა მინდა კიდევ დავსვა. წლის ბოლომდე, დიახ, წლის ბოლომდე, როცა ეს იქნება გაკეთებული, შემდეგ თებერვალში უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შეიცვლება და მე მგონი შემდეგ ახალი ხელმძღვანელი ვინც იქნება უკვე. კარგით, და ბოლო კითხვაზე მინდა რომ მოვასწროთ პასუხი ქალბატონო თეა. გაკეთდება მართლმსაჯულების სისტემაში.
რამდენიმე გავლენიანი უცხოელი პროკურორის საქართველოში ჩამოსვლას ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ექს-პრეზიდენტის შესაძლო დაკავებას უკავშირებს. თუ შეგიძლიათ გითხრათ რეალურად რა მიზანი შეიძლება, რა მისია შეიძლება შეასრულონ უცხოელმა კონსულტანტებმა საქართველოში. ეს ეხება უკვე მიმდინარე საქმეებზე კონსულტაციას თუ უნდა ველოდეთ მართლაც ხმაური ან ახალ დაკავებებს? ეს ჩემთვის ცნობილი არ არის, მე 10 ჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, არ მეზარება რომ მე არ გახლავართ გენერალური პროკურორი, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, გიორგი ბადაშვილს აქვს სრული დამოუკიდებლობა, რომ თავისი საქვეუწყებო დაწესებულების ფარგლებში დამოუკიდებლად დაიწყოს გამოძიება და წარმართოს იგი, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს, თუ კი მას აქვს მტკიცებულებები, რომ ეს საჭიროა. რაც შეეხება ექს-პრეზიდენტს სააკაშვილს, ის ჩემთვის არის ისტორიის ერთი პატარა დეტალი, რომელიც საუბარს რაც უფრო მალე დავასრულებთ ამ ქვეყანაში, მით მეტად მალე განვითარდებით და კარგ უნებაზეც ვიქნებით ყველა, ამიტომ მე მასზე საუბარს აღარ ვაპირებ. რაც შეეხება თვითონ უცხოელ კონსულტანტებს, მე მათ გაცნობით შეხვედრა მქონდა, როგორც ასე ვთქვათ, ზოგადად ასე ვთქვათ, იუსტიციის სისტემის ხელმძღვანელს, კონკრეტულ საქმეებზე და მათი საქმიანობის დეტალებზე ჩემთან საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მაღალი რეპუტაციის, ძალიან სერიოზული საქმეების წარმატებით დამსრულებელი ადამიანების ჯგუფი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში და ისინი პირველ რიგში პროკურორებს, მთავარ პროკურორს გაუწევენ კონსულტაციას, დახმარებას და თუ ჩათვლიან საჭიროდ სხვადასხვა საქმეზე ალბათ გააკეთებენ კიდევაც შეფასებებს იმისთვის, რომ პროკურატურის მუშაობა გაუმჯობესდეს. ეს მხოლოდ დადებითია, ხოლო ვის წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება, ეს ჩემთვის არ არის საინტერესო, რადგან წარსულზე როგორც პრემიერმა ბრძანა მუშაობს პროკურატურა, ჩვენ კი ვმუშაობთ მომავალზე და პროგრესზე. მადლობთ. დიდი მადლობა ქალბატონო თეა, რომ უპასუხეთ ჩემ შეკითხვებს. გემშვიდობებით. მე თქვენ გადაცემაში კი რეკლამის დროა, რომლის შემდეგაც ეთერში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე იქნება ჩვენი სტუმარი, დაგველოდეთ აუცილებლად.